მოგესალმებით. შაბათს 16 საათზე იმედის ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმუნიტეტი. ჩვენ კი როგორც ყოველთვის გადაცემის წამყვანები, კარდიოლოგი ნინო ნადირაძე და ოფთალმოლოგი გიორგი ჩიჩუა გახლავართ. დღეს იმუნიტეტში ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიან დიაბეტზე ვისაუბრებთ. განვიხილავთ რა სპეციფიკური სიმპტომებით ვლინდება დაავადება ბავშვთა ასაკში. რატომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრედიაბეტის დროული გამოვლენა და როგორ ავიცილოთ თავიდან ტიპი 2 დიაბეტის პროგრესირება ცხოვრების წესის მოდიფიკაციით. და გადაცემის მეორე ნაწილში კი პირის ღრუს მოვლის თანამედროვე საშუალებებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე ვისაუბრებთ. დღეს მოვლის რუტინა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ტრადიციული ჯაგრისებითა და პასტით. განვიხილავთ, რა სვლის ელექტროჯაგრისებისა და ირიგატორების გამოყენება და გაგაცნობთ ქართულ ბრენდს, რომელიც ყოველდღიური მოვლისთვის ხელმისაწვდომ პროდუქტს ქმნის. და ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენი სასაუბრო თემებია შაქრიანი დიაბეტი ბავშვებში, პირველი სიმპტომები და დიაგნოსტიკა. ტიპი 2 დიაბეტის კურნალობის ახალი ფილოსოფია. ცხოვრების წესის მოდიფიკაცია და თანამედროვე ფარმაკოთერაპია. პირის ღრუს მოვლა თანამედროვე საშუალებებით. ელექტროჯაგრისები და ირიგატორები ყოველდღიურ რუტინაში. თავარი რეკომენდაციები ჯანსაღი ღიმილისთვის. ამ თემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ. ქალბატონი მარიამ ბალახაძე, ენმედიცის ენდოკრინოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს ჩვენ გვაქვს ინსულინის აბსოლუტური უკმარისობა. ადამიანს ინსულინი არ აქვს. ინსულინი კი ის ჰორმონია, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ ვცოცხლობთ. ქალბატონი ნათია ქათამაძე, ენმედიცის ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში და ველოდებით სიმპტომების არსებობას, როდესაც ვართ გარკვეულ რისკ ჯგუფში. ქალბატონი თამარ მამულია, ავერსის წარმომადგენელი. ირიგატორი წყლის იმპულსების და ჭავლის საშუალებით ახდენს სრულყოფილ ჰიგიენას და ღრმა წმენდას კბილთა შორის სივრცეებში, განსაკუთრებით რთულად მისადგომ ადგილებში. და სანამ სტუმრებს მოვიწვევთ, შევახსენოთ მაყურებელს ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის სპონსორია წყალი მთის საფეხბურთო კლუბ პარი სენ-ჟერმენის პარტნიორია. მთის და პარი სენ-ჟერმენი 4 წელი ერთად. და გადაცემის სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელშეწყობით ოფთალმიჯის თბილისის სათაო კლინიკა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გადავიდა ამერიკული კომპანია ალკონის ბროლზე სახელწოდებით IQ. კატარაქტის ქირურგიაში ალკონის IQ აღიარებულია ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში. და მოვიწვიოთ ჩვენი დღევანდელი სტუმრები, ენმედიცის ექიმები, ქალბატონი მარიამ ბალახაძე და ქალბატონი ნათია ქათამაძე. გთხოვთ სტუმრებს სტუდიაში. მობრძანდით. მოგესალმებით. მოგესალმებით. ვიხარიათ გამარჯობათ. ხილვა. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობათ. გამარჯობა. მობრძანდით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემაში. სანამ დავიწყებთ საუბარს, გთხოვთ მიირთვათ წყალი მთის, რომელიც არ შეიცავს ბრომატს. ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც ვფიქრობ, ბევრი ოჯახისთვის არის ძალიან აქტუალური, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ შაქრიან დიაბეტ ტიპ 1-ზე, რომელიც ბავშვთა ასაკთან არის დაკავშირებული. ქალბატონ მარიამ, მოდით ჩვენს ტელემაყურებელს აუხსნათ, რა სიმპტომებით ვლინდება შაქრიანი დიაბეტი ბავშვთა ასაკში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ საინტერესო თემისთვის, რომელიც ძალიან აწუხებს დღეს მშობლებს. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი ბავშვებში ვლინდება გაძლიერებული წყურვილის შეგრძნებით, გახშირებული შარდვით, ღამე შარდვით. ძალიან ბევრ წყალს იღებენ ბავშვები, ღამითაც იღვიძებენ წყლის დასალევად. აქვთ გაძლიერებული შიმშილის შეგრძნება და მიუხედავად ამისა, უმიზეზოდ ikლებენ წონაში. არიან ძალიან მოთენთილები, მივარდნილები, აღარ არიან ისეთი აქტიურები, როგორიც იყვნენ. მშობელი ამჩნევს, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც ადრე და ამ მიზეზით მიდის ექიმთან. საჭიროა თუ არა მშობელმა თავის დაზღვევის მიზნით გააკეთოს გლუკოზის განსაზღვრა მონიტორინგის პრინციპით. ბავშვებში ეს ასე არ არის.
მართალია დღესდღეობით ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სიხშირე მოიმატა ბავშვებში, მაგრამ მაინც ძალიან იშვიათია და თუ ბავშვი არის გამხდარი, თუ მას არ აქვს ის სიმპტომები, რომელიც მე აქამდე ჩამოვთვალე, უბრალოდ ჩვეულებრივი მონიტორინგის მიზნით და სკრინინგის მიზნით, რომ ვაი ხომ არ აქვს ბავშვს მომატებული შაქარის სისხლში, ამის კვლევა საჭირო არ არის. როდესაც ბავშვს აქვს სიმპტომები, მხოლოდ მაშინ ვიკვლევთ. თუ არ აქვს სიმსუქნე. სიმსუქნის შემთხვევაში, თუ ბავშვი არის სქესობრივი მომწიფების პერიოდში და მას ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით აქვს დატვირთული გენეტიკა, მაშინ უნდა გამოვიკვლიოთ, იმიტომ რომ ასეთ ბავშვს შეიძლება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი დაემართოს და არა ტიპი 1. ტიპი 1 ყოველთვის ძალიან დრამატულად და მწვავედ ვლინდება, არ გამოგეპარებათ. ქალბატონო მარიამ, მოდით ჩვენს მაყურებელს და ამ შემთხვევაში მშობლებს ავუხსნათ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ინსულინის ჩართვა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის, ასე ვთქვათ, მართვის დროს. იმიტომ რომ ხშირად არის გავრცელებული ისეთი მოსაზრება, რომ მოდი არ მინდა, იმიტომ რომ ამას შეიძლება რაღაც გარკვეული ზიანი მიაყენოს ჩემ ბავშვს და მოდით ავუხსნათ, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ ინსულინის მიმართ ძალიან ესეთი დაუმსახურებელი დამოკიდებულება აქვთ. არა და ინსულინი ამ შემთხვევაში გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს ჩვენ გვაქვს ინსულინის აბსოლუტური უკმარისობა. ადამიანს ინსულინი არ აქვს. ინსულინი კი ის ჰორმონია, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ ვცოცხლობთ. ამიტომ ინსულინის გარეშე დღეისათვის, სანამ ახალი მეთოდები არ იქნება ნაპოვნი მედიცინაში, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მართვა სამწუხაროდ შეუძლებელია. რას უკავშირებთ თქვენ როგორც ექიმი, რატომ აქვთ ესეთი რაღაცნაირი დამოკიდებულება ამ პრეპარატის მიმართ, რომელიც რეალურად პრეპარატი კი არ არის, ანალოგია იმისი, რასაც ორგანიზმი უნდა გამოიმუშავებდეს და ვერ გამოიმუშავებს და ვაწვდით გარედან. აი ესეთივე რეაქცია არ აქვთ მაგასთან რკინადეფიციტურ ანემიას როევნები და რკინა არის მისაღები, არ აქვთ პრობლემა და კი ბატონო რკინა დამინიშნე, ვიტამინი მაგას დამინიშნე და როდესაც შენ ეუბნები, რომ ეს გვაკლია ინსულინი, ამ შემთხვევაში აი ესეთი რაღაცა ძიმე მიუღებლობა აქვთ. პირველ რიგში ალბათ იმიტომ რომ ეს არის ინექციის ფორმა და ბავშვი ძალიან მწვავედ აღიქვამს ინექციას. მეორე იმიტომ რომ ასოცირდება იმასთან რომ საკვებს ვერ შევჭამთ ინსულინის გარეშე. თუმცა ხო, ვერ შევჭამთ ინსულინის გარეშე, მაგრამ ინსულინი ხსნა არის ამ შემთხვევაში. ინსულინის გარეშე თუ შევჭამთ, მივიღებთ იმ ცუდ გართულებებს, რომლებიც რიგ შემთხვევაში შეიძლება სიცოცხლესთან შეუთავსებელიც იყოს, მაგალითად, კეტოაციდოზი, ანუ როდესაც აცეტონის შემცველობა სისხლში დრამატულად მატულობს. ამიტომ ინსულინი ხსნა არის ამ შემთხვევაში და არა ერთი კითხვაც სანამ ქალბატონ ნათიასთან გადავალთ, რამდენად იძლევა საშუალება სწორი ზედმიწევნით ჩატარებული მკურნალობა, რომ შემდგომში პაციენტს ექნება შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპისთვის დამახასიათებელი მძიმე გართულებები. თუ ჭკვიანურად და სწორად მიუდგები, პასუხისმგებლობით მიუდგები შენს მდგომარეობას, ასეთ შემთხვევაში გართულებების რისკი მინიმალურამდეა დასული, მით უმეტეს დღევანდელი ინსულინების პირობებზე, როდესაც საოცრად კარგი ინსულინის ანალოგები გვაქვს, რომლებიც ბევრად აადვილებს მაქსიმალურად მიუახლოვოთ მკურნალობის სქემა ფიზიოლოგიურ მდგომარეობას, როდესაც ფიზიოლოგიურად ნორმალურად გამოიყოფა ინსულინი. ქალბატონო მარიამ, ქალბატონო ნათია, ალბათ შევჯერდეთ იმაზე, რომ დიაბეტი განაჩენი არ არის. ეს არის ცხოვრების ახალი წესის ცვლილება. ეს არის. მაგრამ აქვე ალბათ თქვენი გზავნილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ასევე ვიცით, რომ დიაბეტი შაქრიანი ტიპი 1-2 ურტყავს სხვადასხვა ორგანოებს. ამი მისი სამიზნე არის სხვადასხვა ორგანოები, მათ შორის ერთ-ერთი არის თვალი. და ჩვენ ვიცით, თუ რას ნიშნავს ადამიანისთვის მხედველობა. ამიტომ ინტეგრირება პარალელურად
და ანუ გუნდური მუშაობა სხვა სპეციალისტებთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ცნობიერების ამაღლება, ალბათ ძალიან ბევრი კამპანია იყო ამ მიმართულებით უკვე ჩატარებული და ვფიქრობთ, რომ უფრო და უფრო წინ წამოიწევა ეს ასეთი მიდგომა პოლიპროფილური. ქალბატონო ნათია, გადავიდეთ შაქრიან დიაბეტ ტიპ 2-ზე. რატომ არის მნიშვნელოვანი დროული დიაგნოსტიკა ამ ფორმის? იმიტომ რომ პრედიაბეტის მართვა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ის გართულებები, თანხლები გართულებები გადავწიოთ შორეულ მომავალში და მომზადებულები შევხვდეთ ამ დაავადებას. კი ბატონო. განსხვავებით ტიპი 1-ისგან, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი როგორც წესი თვეების ზოგჯერ წლების განმავლობაშიც მიმდინარეობს. ანუ ეტაპობრივად ხდება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბება. როგორც წესი, სანამ ტიპი 2 დიაბეტი ჩამოყალიბდება, შაქრიანი დიაბეტი, მას წინ უძღვის ეგრეთ წოდებული პრედიაბეტი, ეს არის დიაბეტის წინარე მდგომარეობა, თუმცა პრედიაბეტის სტადიაზე უკვე დაწყებულია ის გართულებები, რომელიც შაქრიანი დიაბეტის დროს გვხვდება. განსხვავებით ტიპი 1-ისგან, რომელიც მიმდინარეობს სიმპტომებით და ამ სიმპტომების ამოცნობა არის უმარტივესი, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ხშირად მიმდინარეობს არაკლასიკური სიმპტომებით. მაგალითად, არ არის აუცილებელი იყოს ძალიან გამოხატული ხშირი შარდვა, გაძლიერებული წყურვილის გრძნობა. შესაძლებელია ადამიანს ჰქონდეს უბრალოდ ზოგადი სისუსტე, უენერგიობა, ადვილად დაღლა, რაც შეიძლება დაუკავშიროს ყოველდღიურ ცხოვრებას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს, ესე ვთქვათ, ეგონოს სხვა დაავადება, თუნდაც აი მაგალითად ჩვენი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, ჰიპოთირეუსაც ახასიათებს მსგავსი ჩივილები, რკინა დეფიციტურ ანემიას, ანუ ძალიან რთულად ხდება ამოცნობა შაქრიანი დიაბეტის ადრეულ ეტაპზე. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ტიპი 1-ისგან განსხვავებით თქვენ რაც იკითხეთ, ამ შემთხვევაში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში სკრინინგი. ანუ იმ შემთხვევაში თუ კი ჩივილები გამოხატული არ არის, დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ და ადამიანი არის მაღალი რისკის ჯგუფში. რა არის მაღალი რისკის ჯგუფი? ჭარბიწონა, სიმსუქნე, უმოძრაობა, არაბალანსირებული კვება და რაც მნიშვნელოვანია, პირველი რიგის ნათესავები, რომელსაც აქვთ დადგენილი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ, 40-55 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ვურჩევთ ხოლმე, თუნდაც ჩივილების არარსებობის შემთხვევაში აუცილებლად მოხდეს გლუკოზის გაკონტროლება. ოღონდ აქ ხშირად საუბარია არა მხოლოდ გლუკოზის, ანუ შაქრის კონტროლზე, არამედ ზოგჯერ შეიძლება დაგჭირდეს ცოტა უფრო მაღალსპეციფიური ანალიზი, მაგალითად გლიკოზირებული ჰემოგლობინი, ეს არის ანალიზი, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ ბოლო 3-4 თვის განმავლობაში როგორი იყო შაქრის საშუალო დონე. ამიტომ სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სკრინინგის დაგეგმვაც ალბათ უნდა მოხდეს ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით, რომ სწორად და დროულად ამოვიცნოთ შაქრიანი დიაბეტი ან თუნდაც პრედიაბეტი. პრედიაბეტი მიმდინარეობს მომატებული შაქრის მაჩვენებლით, მაგრამ ამ დროს შაქრის მაჩვენებელი არ შეესაბამება შაქრიანი დიაბეტის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს. ანუ უფრო დაბალია ვიდრე შაქრიანი დიაბეტის დროს, თუმცა არც ნორმაში. ამიტომ აი ამ მდგომარეობების დიფერენცირება ნორმას პრედიაბეტსა და დიაბეტს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეგვიძლია ჩვენ სრულად დღესდღეობით მოვახდინოთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის პრევენცია. ამიტომ ყველაფერი ჩვენს ხელშია. და მკურნალობაში თუ არის დღევანდელ დღეს რაღაცა ცვლილებები, თუ შეიცვალა მიდგომები, გაიდლაინები, რა ხდება ამ მსოფლიოს ენდოკრინოლოგიაში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მართვის მიმართულებით და თუ არის რაღაცა რევოლუციური სიახლე? ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს გვაქვს უამრავი მედიკამენტი, რომელიც უნდა მოხდეს, რომლის არჩევაც უნდა მოხდეს ძალიან სწორად ენდოკრინოლოგის მიერ ინდივიდუალური მიდგომით. დღეს მოზრდილსას დასრულთა ენდოკრინოლოგები ძალიან განებივრებული ვართ, ძალიან დიდი მედიკამენტების, ასე ვთქვათ, მედიკამენტების დიდი არჩევანით და შეგვიძლია ძალიან თავისუფლად ავირჩიოთ. აქ ახლა მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი. თუ კი რამდენიმე წლის წინ ჩვენი სამიზნე იყო გლიკოზირებული ჰემოგლობინის გამოსწორება, ანუ უბრალოდ შაქრის
ნორმაში მოყვანა და მხოლოდ ამას ვაკვირდებოდით, დღეს ცოტა სხვა ამოცანა გვაქვს. ანუ შაქრის ნორმალიზებასთან ერთად აუცილებელია დავიცვათ ყველა ის ორგანო, მაგალითად თვალი, მაგალითად გულსიზრახთა სისტემა, თირკმელი, რომელიც შესაძლოა გახდეს შაქრიანი დიაბეტის გართულების, ესე ვთქვათ, გართულების შემდგომ დაზიანდეს. ამიტომაც თანამედროვე მედიკამენტები, რასაც ვიყენებთ, უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს. ერთი უნდა ჰქონდეს აუცილებლად ნორმოგლიკემიის მიღწევის უნარი და ამასთან ერთად უნდა ჰქონდეს სხვა დადებითი ეფექტები. მაგალითად, უფრო მეტად გულსიზრახთა სისტემაზე, ვინაიდან ვიცით, რომ ძალიან ხშირად ზიანდება შაქრიანი დიაბეტის დროს და ასევე ნეფროპროტექტორული, ანუ თირკმლის დამცავი ეფექტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და რა აზრის ხართ, აი ხა ენდოკრინოლოგია, როცა ყავს სტუმრად, ყველას უსვამთ ამ შეკითხვას. დაახლოებით ვხვდები. ხო, ახალი აი ეს გასახდომის საშუალებები, ახალს არ ვიტყვით. ეს პრეპარატები შეიქმნა როგორც შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო. ეს არის არაჩვეულებრივი პრეპარატი, აი ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, ოღონდ როდესაც ინიშნება მიზანმიმართულად ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები. ანუ ეს მინდა გავიკეთე არ არის. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მას აქვს ძალიან ბევრი უკუჩვენება. თუ გავიხსენებთ იმას, რომ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი არის მეტაბოლური დაავადება, ანუ როგორც წესი მიმდინარეობს სიმსუქნით და ჭარბიწონით, აი ამ პრეპარატმა ორმაგი სარგებელი მოგცა და კიდევ უფრო მეტი. GLP-1 აგონისტი, ცნობილი პოპულარული მედიკამენტები დღეს გაიდლაინში შეტანილია როგორც ნეფროპროტექტორი. ანუ შეიძლება შევჯერდეთ იმაზე, რომ თანამედროვე ფარმაკოთერაპია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, გვაძლევს ძალიან დიდ საშუალებას, რომ მოვახდინოთ შაქრიანი დიაბეტის, იქნება ეს ტიპი 1 თუ ტიპი 2-ის პრევენცია და იმ გართულებების გადავადება შორეულ მომავალში, რაც მოყვება ამ პათოლოგიას. და ბოლოს თქვენი გზავნილი, მოკლედ რო გითხრათ ჩვენს ტელემაყურებელს. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, ნუ დაველოდებით სიმპტომების არსებობას, როდესაც ვართ გარკვეულ რისკ ჯგუფში, ანუ ოჯახში პირველი რიგის ნათესავები დაავადებულნი არიან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით, სკრინინგი არის აუცილებელი, ანუ სიმპტომების გარეშე გლუკოზის, ანუ შაქრის მაჩვენებლის შეფასება. ეს იქნება ჩემი გზავნილი, რომ რაც უფრო ადრე დავიწყებთ მკურნალობას, რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოსტირება, ერთი შევძლებთ დაავადების პრევენციას, ან დაავადების მკურნალობა მეტად წარმატებული იქნება. ხალბატონო მარიამ, თქვენი ჩემი გზავნილი. გზავნილი კი პირველ რიგში იქნება მშობლების მიმართ ჯანმრთელი ცხოვრების წესი მათი შვილებისთვის. დიაბეტის თუ არა დიაბეტის შემთხვევაში არის ამომავალი მათი დასრულ ასაკში ჯანმრთელობისთვის. ამიტომ ვურჩევდი, რომ ყვება იქნება ცხოვრების წესი ძილი თუ ასე შემდეგ, აი ამას მივაქციოთ ყურადღება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ დასრულ ასაკში მათი შვილები იყვნენ ჯანმრთელი. ხოლო ტიპი 1-ის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც თქვენი ენდოკრინოლოგი და დიეტოლოგი გაძლევთ. დარწმუნებული ვარ ჩვენი ტელემაყურებელი აუცილებლად შაბათს ზუსტად 16 საათზე ჩართავს გადაცემას და უყურებს. სხვათა შორის, როდესაც ჩვენ ნახულობთ ციფრებს თუ რამდენი ადამიანი ვიყურებს, მეც ამ დარწმუნებულობაში გიერთდები. და მადლობა ჩვენ სტუმრებს და ეხლა კი გადაცემაში რეკლამის დროა, გიორგი, ეს გადასარევად გამოგდის რეკლამის დაანონსება. აქვს ეს ამის ნიჭი. იმუნიტეტში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე. ასე რომ დარჩით ჩვენთან. იმუნიტეტი რეკლამის შემდეგ იმედის ეთერში დაბრუნდა. შეგახსენებთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის სპონსორია წყალი მთის საფეხბურთო კლუბ პარი სენ-ჟერმენის პარტნიორია. მთის და პარი სენ-ჟერმენი 4 წელი ერთად. და გადაცემის სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელშეწყობით ოფთალმიჯის თბილისის სათაო კლინიკა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გადავიდა ამერიკული კომპანია ალკონის ბროზე სახელწოდებით IQ. კატარაქტის ქირურგიაში ალკონის IQ აღიარებულია ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში. ახლა კი მოვიწვიოთ სტუმარი, ავერსის წარმომადგენელი ქალბატონი თამარ მამულიანი. სტუმარს ვთხოვთ სტუდიაში. მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობათ. ქალბატონო თამარ, ყოველთვის რაღაც სიახლეებით მოდის ჩვენთან ავერსი და რა თქმა უნდა თქვენ როგორც წარმომადგენელი მოგვიყვებით ამ სიახლეებზე, მაგრამ მოდით ზოგადად ჩვენს ტელემაყურებელს აუხსნათ და მოუყვეთ თუ რა შეიცვალა დღევანდელ დღეს
პირის ღრუს მოვლის საშუალებების მიმართულებით. იმიტომ რომ ადრე იყო ძირითადად მექანიკური ჯაგრისები, ახლა ნახეთ როგორი მრავალფეროვანია არჩევანი, გადავედით ელექტროჯაგრისებზე და გარკვეულ ირიგატორებზე. გისმენთ? მოგესალმებით. თანამედროვე ტექნოლოგიებმა დღეს პირის ღრუს მოვლა ბევრად ეფექტური და პრევენციული გახადა. უკვე ვიცით, რომ მხოლოდ ჯაგრისი ვერ უზრუნველყოფს ხშირ შემთხვევაში სათანადო ჰიგიენას, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სხვადასხვა მოწყობილობების დამატება. როგორც ახსენეთ, მაგალითად ელექტროჯაგრისები და ირიგატორების შემთხვევაში, ირიგატორი წყლის იმპულსების და ჭავლის საშუალებით ახდენს სრულყოფილ ჰიგიენას და ღრმა წმენდას კბილთა შორის სივრცეებში, განსაკუთრებით რთულად მისადგომ ადგილებში და ამცირებს კბილის ქვების წარმოქმნის რისკს. ის განსაკუთრებით რეკომენდებულია ბრეკეტების ტარების დროს და აუცილებელიც კი არის იმპლანტებისა და ხელოვნური გვირგვინების მქონე ადამიანებისთვის, ხოლო ელექტროჯაგრისი ამ პროცესს ავსებს და უფრო სრულყოფილს ხდის. და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია სრულყოფილი ჰიგიენისთვის, რა თქმა უნდა, გამოყენებულ იქნას ყოველდღიურად ელექტროჯაგრისი, მაგრამ კვირაში ორჯერ მაინც ირიგატორი, რადგანაც მივიღოთ პროფესიონალური მოვლა და სათანადო ჰიგიენა სახლის პირობებში. თუმცა აი ეს კბილის პასტა და სხვადასხვა საშუალებები რჩება იგივე, ხო? თუ არა? კბილის პასტა, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად საჭიროა გამოსაყენებლად, თუმცა აღსანიშნავია, რომ ელექტროჯაგრისის შემთხვევაში, ავიდის ელექტროჯაგრისი ამ შემთხვევაში აღჭურვილია Sonic ტექნოლოგიით, Sonic ტექნოლოგიის საშუალებით, ანუ რაღაც დამატებითი ფუნქცია რამე. დიახ, Sonic ტექნოლოგია წუთში ქმნის დაახლოებით 48,000-მდე მიკროვიბრაციას, რომლის საშუალებითაც ღრმად ახდენს წმენდას, რთულად მისადგომი ადგილების უკეთ გასუფთავებას და სწორედ Sonic ტექნოლოგიების საშუალებით იქნება ეგრეთ წოდებული ჰიდროდინამიური ეფექტი, რომელიც უზრუნველყოფს კბილის პასტისა და სითხის გავრცელებას კბილთა შორის სივრცეებში. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ კბილთა შორის სივრცეების მოვლა ყველაზე პრობლემურია, შემდეგ იჩენს თავს სხვადასხვა სტომატოლოგიური პრობლემები, ამიტომ მნიშვნელოვანია და მისი ასე ვთქვათ ბენეფიტიც ეს გახლავთ. ასევე აღსანიშნავია, რომ ჯუპონდის მაღალი ხარისხის ჯაგრულები მოყვება. როგორც ვხედავთ, ჯაგრულებზე დატანილია ფერის ინდიკატორი, ეს ფერადი ბოჭკოები, როცა იწყებს გაღიავებას, ეს უკვე გვაძლევს ნიშანს, რომ სათადარიგო თავი გამოსაცვლელია. ამიტომაც ეს იძლევა საშუალებას სახლის პირობებში ძალიან მარტივად, კომფორტულად მივიღოთ პროფესიონალური წმენდა. წარმოადგინეთ დღეს ძალიან საინტერესო პროდუქცია. მოდით უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ, აი Avid Oral Care. ეს სადაური ბრენდია. ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყუარო აღვნიშნოთ, Avidi პირველი ქართული ელექტროჯაგრისების ბრენდია, რომელიც Aversi Pharma-ს დაკვეთით შეიქმნა და მისი მთავარი უპირატესობები ტექნოლოგიების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის შერწყმაა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ეს პროდუქცია დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც იყიდება? დღესდღეობით ვანებივრებთ მხოლოდ ქართულ ბაზარზე ქართველ მომხმარებლებს, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და მინდა აღვნიშნო, რომ არის საკმაოდ ინოვაციური ტექნოლოგიებით და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული და რას ნიშნავს, დღეს ყველა ადამიანს გააჩნია რაღაც სხვადასხვა საჭიროებები, ზოგს ჭირდება უფრო პრიალა მინანქარი, უფრო თეთრი კბილები, ან ატარებს ბრეკეტებს, ასევე აქვს სენსიტიური ღრძილები, მომატებული მგრძნობელობის მინანქარი და ყველაფერს აი ამას საჭიროებებს უნდა ერგებოდეს ბრენდი. ასევე უნდა ქონდეს ხანგრძლივი მოქმედების ელემენტი, იყოს წყალგამძლე, ქონდეს ხუთი სხვადასხვა რეჟიმი, რაც მე ჩამოვთვალე ყველა ეს რეჟიმი და ეს ყველაფერი კომბინირებული იყოს ერთ მოწყობილობაში და წარმოიდგინეთ ეს მოწყობილობა ჩვენ გვთავაზობს, მომხმარებლებს თავაზობს პროფესიონალურ, მარტივ და საკმაოდ კომფორტულ მოვლას. ძალიან ეფექტური ვიზუალი აქვს წარმოქმნილი პროდუქციას, თავისი ფერთა გამით, შავიც კი არის. და შეკითხვა, რამდენად გადაავადებს სტომატოლოგთან ვიზიტს წმენდაზე? თუ ყოველდღიურად გამოიყენებ, ანუ ცხოვრების წესად დანერგავ აი მსგავსი ტიპის კბილის წმენდას.
კი ბატონო, დღეს თანამედროვე პირის ღრუს მოვლა. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ხო სტომატოლოგთან ისვლა და პროფესიული წმენდა. გეთანხმებით, საკმაოდ არა მარტო ძვირადღირებული, უსიამოვნო პროცედურაც არის. უსიამოვნო ნამდვილად. ამიტომაც თანამედროვე პირის ღრუს მოვლა დღეს ნიშნავს სწორ ჩვევებს პლუს თანამედროვე ტექნოლოგიები. სწორედ აი ამ მიმართულებას აძლიერებს და ავითარებს საქართველოში ბრენდი ავიდი, რომლის ასორტიმენტშიც წარმოუდგენელია როგორც ელექტრო, ისე მანუალური ჯაგრისები, საბაზისო და პრემიუმ მოდელები, ირიგატორები. ირიგატორებზე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ აქვთ ავზის დეზინფექცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალური წმენდისთვის, სათანადო ხარისხიანი წმენდისათვის. ასევე აღსანიშნავია რომ პრემიუმ მოდელებს მოყვება кейსი, სამგზავრო кейსი და ეს кейსი ასრულებს როგორც დამუხტვის, ისე ჯაგრისის დეზინფექციის ფუნქციასაც. იცით, აი აქ ჩემგან ხელმარცხნივ შუაში არის მოთავსებული დანადგარი, სადაც როგორც ხვდები, ხსნარი უნდა სპეციალური ხსნარი უნდა ჩაისხას, ხო? შეგვიძლია ჩვეულებრივი ონკანის წყალი მოვათავსოთ, ან ხსნარი, სპეციალური ხსნარიც გაურიოთ, გააჩნია თუ რა საჭიროებაზე ვართ დამოკიდებული, გვაქვს თუ არა მგრძნობიარე ღვიძლი და ასევე აქვს სიმძლავრის და ინტენსივობის მარეგულირებელი ფუნქცია, როგორც ირიგატორებს, ისე ელექტროჯაგრისებს. ქალბატონო თავარ, და კიდე ესეთი ერთი კითხვა, როდესაც ადამიანს უჩნდება სურვილი, რომ შეიძინოს, ანუ საფთიაქო ქსელში, ავერსის საფთიაქო ქსელში, ალბათ არის კომპეტენტური ფარმაცევტი თუ მრჩეველი, რომელიც აუხსნის და დააკვალიანებს ადამიანს, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენი ფარმაცევტები უკვე ძალიან კარგად იცნობენ ამ ბრენდს, ძალიან შეიყვარა არსებთ მომხმარებელმაც და რა თქმა უნდა, სრულყოფილ ინფორმაციას თავიანთი საჭიროებებიდან გამომდინარე, ყველა ფარმაცევტი აფთიაქში მიაწვდის, რადგანაც ირიგატორებს სხვადასხვა თავაკები მოყვება, აგერ თქვენთან მარცხნივ წარმოდგენილს აქვს ასევე ენის საწმენდიც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სრულყოფილი ჰიგიენისთვის. ძალიან საინტერესოა. ქალბატონო თავარ, რა თქმა უნდა, ხელსაწყოები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოდით ჩვენს ტელემაყურებელს ისეთი ელემენტარული რჩევები მივცეთ, ცხოვრებისეული ახლა რატომ არის მნიშვნელოვანი თუნდაც სწორი კვება, ჯანმრთელი პირის ღრუს შენარჩუნება იმისთვის, რომ სხვა დაავადებები, გარდა იმისა, რომ კბილების სიჯანსაღე შევინარჩუნოთ, ამით ჩვენ შეიძლება სხვა დაავადებების პრევენციაც მოვახდინოთ, ხომ ასეა? ანუ ჰიგიენის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საკმაოდ აი სწორი ბრძანა ძალიან ბევრს გონია რომ მხოლოდ ლამაზი ღიმილი და ესთეტიკა არის კბილების მოვლა, თუმცა ეს არის ასევე თავდაჯერებულობა ყველა სიტუაციაში ცხოვრებისეულში და ასევე ეს არის საწინდარი პირის ღრუს, ჯანმრთელი პირის ღრუს, ეს არის ჩვენი ჯანმრთელი ორგანიზმის საწინდარი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ჩვევები, რა თქმა უნდა, თუმცა ამ სწორ ჩვევებთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიები დღეს უზრუნველყოფენ, რომ რაც შეიძლება მარტივი გახადოს სახლში პირის ღრუს მოვლა, კომფორტული გახადოს, რადგანაც ელექტროჯაგრისებში მაგალითად ჩაშენებული არის ხმოვანი ტაიმერი, რომელიც ყოველ 30 წამში გვახსენებს საწმენდის ზონისა და მიმართულების შეცვლას და ეს მომხმარებელს ეხმარება დრო უკეთესად გადაანაწილოს და მიიღოს სრულფასოვანი წმენდა სახლის პირობებში და ასევე ავიდის ბრენდს აქვს არაჩვეულებრივი სლოგანი შენს ღიმილს ძალა აქვს და ზუსტადაც მნიშვნელოვანია რომ ეს ძალა შევინარჩუნოთ სწორი ჩვევებით. დიდი მადლობა ქალბატონო თავარი გადაცემაში სტუმრობისთვის და ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში შაბათს 16 საათზე, რა თქმა უნდა, იმედის არხზე. ვიყურეთ და აიმაღლეთ იმუნიტეტი.